საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვაში ვიზიტი დაასრულა. ვილნიუსში მაია ფანჯიკიძემ რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ლიტველ კოლეგასთან. ლიტვიდან ქართველი დიპლომატი უკვე ლატვიაში უნდა გაემგზავროს. რა თემები განიხილა ქართულმა მინისტრმა ორდღიანი ვიზიტის დროს, ნოდარ ჩოჩუა დეტალებით ვილნიუსიდან. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საგარეო საქმეთა მინისტრის ლიტვაში ვიზიტის ბოლო შეხვედრა. მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ლიტვის პრეზიდენტთან, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პირთან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეხვედრის ძირითადი თემები იყო ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოსა და ლიტვას შორის. დღესვე მაია ფანჯიკიძემ სხვა მაღალი რანგის შეხვედრებიც გამართა. კერძოდ შეხვედრები ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან და ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლებიც ოპოზიციიდან ხელისუფლებაში ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ და რადიკალური ცვლილება მოხდა. სწორედ პოლიტიკური გარემოსა ჩვენ ბუნებრივია დავინტერესდით და გვქონდა მთავარი შეკითხვა. შეიძლებოდა თუ არა ხელისუფლების შესვლასთან ერთად ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებაში და ამ კითხვით ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ახლად არჩეული პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს მიმართეთ, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ ტელეკომპანია მეცხრე არხს მისცა. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა და ახალი პარლამენტი. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იცვლება ჩვენთან ვითარება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ იცვლება. მემარცხენეები იქნებიან მთავრობაში თუ მემარჯვენეები, ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებით პრიორიტეტები იგივე რჩება. ასევე უცვლელია ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან. საქართველოსთან ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე ვიყავი საქართველოში 2005 წელს და ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი. საქართველო ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყნად მიმაჩნია და საკმაოდ კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. ვინდა რომ სამომავლოდაც განვაგრძოთ მეგობრობა და ყოველთვის სიხარულით შევხვდებით საქართველოსთან ჩამოსულ სტუმრებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს პრეზიდენტი იქნება, მთავრობის რომელიმე წევრი თუ რიგითი მოქალაქე. დღესვე ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ლიტვას საქართველოს შორის და დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის პრიორიტეტები, რასაც ერთობლივად გააძლიერებს მუშაობას ორი ქვეყანა და მათში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის სწორედ საქართველოს ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობა და ასევე აღსანიშნავი და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ლიტვა არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამას გადამწყვეტი სიტყვა აქვს. დღეს მემორანდუმზე ხელი საქართველოსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს. მემორანდუმზე ხელის მოწერას წინ უძღოდა ასევე ორმხრივი შეხვედრა ქართულ და ლიტვურ დელეგაციებს შორის. უკვე მრავალი წელია ჩვენთვის საქართველო განსაკუთრებული პარტნიორია. საკმაოდ დიდი დრო და რესურსი დაუთმეთ საქართველოსთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს. ეს არის მნიშვნელოვანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ინტერესდა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მდგომარეობით არსებობს შეკითხვები, რომელზედაც ძალიან კარგია, რომ შემიძლია პასუხის გაცემა. და ისევე როგორც გუშინ მე ვეცადე რომ ამომწურავი ინფორმაცია მიმეწოდებინა მისთვის. მე ვფიქრობ ჩვენი პარტნიორები გაგებიდებიან იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში და ჩვენ გასაკვირველია ხაზს უსვამთ, რომ ეს არის გამჭვირვალე პროცესი, რომლის დამთავრებისას შეიძლება გაკეთდეს შეფასებები იმის შესახებ, თუ როგორ გაართვა თავი ახალმა ხელისუფლებამ ამ თანაცხოვრების პრობლემას. ასეთი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ლიტვაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში, თუმცა ვიზიტის დასასრულს მაია ფანჯიკიძემ მონაწილეობა მიიღო არაოფიციალურ ვახშამში, რომელიც სნოუ მიტინგის სახელით არის ცნობილი და რომელიც ლიტვაში უკვე ტრადიციაა და იგი მე-6-ით იმართება, თუმცა საქართველო ამ შეხვედრაში მონაწილეობას პირველად იღებს და შეხვედრაზე გარდა ლიტვის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისა მონაწილეობას იღებენ ასევე მსოფლიოს დიდი ქვეყნის პოლიტიკოსები და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. დღევანდელ შეხვედრას ასევე ექსპერტებიც ესწრებოდნენ და ძირითადი თემა იყო სწორედ სამშვიდობო პოლიტიკა კავკასიის რეგიონში. მაია ფანჯიკიძე კი მიწვეული იყო დღევანდელ შეხვედრაზე როგორც სპეციალური სტუმრის სტატუსით და სწორედ მან გახსნა დღევანდელი შეხვედრაც. ამით მთავრდება უკვე ლიტვის ვიზიტები და მაია ფანჯიკიძე განაგზობს უკვე ვიზიტს ლატვიაში, სადაც საკმაოდ მაღალი და წარმომადგენლობითი შეხვედრები ექნება მაღალი თანამდებობის პირებთან, ხოლო ლატვიაში ვიზიტის შემდეგ უკვე მაია ფანჯიკიძე ჩეხეთს, კერძოდ კი პრაღას ეწვევა. ნოდარ ჩოჩუა საუბრობდა ლიტვიდან.